გამარჯობა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. ილია ჩაჩიბაია ვარ, ამ დროიდან კი ველოდებით თქვენ სატელეფონო ზარებს ნომერზე 557 88 55 88. ბუნებრივია დღევანდელ ეთერშიც ჩვენ შევეხებით ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საკითხს, რაც უკავშირდება არაბულ ინვესტიციას, რომლის ფარგლებშიც ორი ქალაქის აშენებაა დაგეგმილი საქართველოში. ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში, სწორედ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უნიკალურ პროექტზეა საუბარი, როდესაც არაბული ქალაქების შესახებ ვრცელი მონოლოგით წარსდგა საზოგადოების წინაშე. როგორ აფასებთ მის გამოსვლას, რას უპასუხებთ კობახიძეს, რომელიც ამბობს, რომ უნიკალურ პროექტზეა საუბარი ამ არაბული ქალაქების კონტექსტში. პირველი ზარია გადაცემაში, დღემშვიდობისა, შეგიძლიათ დაიწყოთ. ეთერში ხართ, გისმენთ? არ არის სამწუხაროდ კავშირი 557 88 55 88. მთელი ეს გამოსვლა ირაკლი კობახიძისა მიეძღვნა კომპანია Eagle Hills, რომელიც არაბული კომპანიაა, არაბეთის სახელმწიფო კომპანიაა ეს პრაქტიკულად, რომელიც საქართველოში ორი ქალაქის მშენებლობას აპირებს და რამდენიმე თვეში კობახიძეს განცხადებით ეს მშენებლობა უკვე დაიწყება. მე ამ Eagle Hills-ის ასე ხშირად ხსენებამ, ამ უცხოური კომპანიის რეკლამამ სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან, მათ შორის დეპუტატების, პარლამენტარების მხრიდან, გამახსენა საყდრისის აფეთქების საქმე. როდესაც უნიკალური ოქროს მაღაროს აფეთქების შემდეგ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ასეთივე ენერგიით და მგზნებარედ რეკლამას უწევდნენ კომპანია RMG Golds, რომელიც საყდრისში შევიდა და ეს ოქროს მაღარო ააფეთქა და შემდეგ დაისაკუთრა მთელი ის ბუნებრივი რესურსები, რომელიც ქართველი ხალხის არის სინამდვილეში. და ბუნებრივია აქაც ჩდება ეჭვი, რომ რა მიიღო ქართველმა ხალხმა საყდრისის აფეთქების შემდეგ. ბიუჯეტში და ეკონომიკაში რაიმე სარგებელი მოიტანა ამან ჩვენთვის ხალხისთვის, თუნდაც მოეტანა. არ ღირდა ამის გაკეთება და ახლა ზუსტად იგივე ვითარებაა. აშენებენ არაბულ ქალაქებს, არეკლამებენ Eagle Hills და გვესაუბრებიან, რომ ეს უნიკალური პროექტია. გისმენთ, ეთერში ხართ? მოგესალმებით, დიახ. ზოგადად კობახიძის განცხადებაზე და კობახიძის პიროვნებაზე საკითხი ყურადღების დამახვილება მე ივანიშვილის თამაშად მიმაჩნია რა. და ყველაზე დიდ საკითხებს მიმაჩნია განათლების გადათამაშების ვარიანტი რა. შეიძლება ივანიშვილის პოლიტიკურ თამაშებში დახელოვნებულა პიროვნება აი ეს შესრულების ვარიანტი კობახიძეს უახლოეს დაახოხოს. ამაში გამოიტანოს კონკრეტული პოლიტიკური ძალები, რომლებიც მის გადაადგომას მოითხოვენ და შექმნა ახალი კოალიცია, ანტიერობული ტელევიზია როა ჯორჯიანთაი ელექტროზე უფრო ანტიერობული პირდაპირ ვამბობ რა. და მასწავლე გულაშვილი როა რა, პერიას რო გასვლის უმალუღად. არ გინდათ რა, ძალიან გთხოვთ. არა, როგორ არ მინდა ესია, პირდაპირ ხარს უჭერს არაბების შემოსახულებას და საქმეთან და კარიერობითაც პერიას რო. არ გინდათ, არა, თქვენი აზრი ბრძანეთ, სხვის აზრებს არ ვიცი ახლა, მით უმეტეს ჟურნალისტების აზრებს რომ ვაფასებთ, უხერხულია ძალიან. ჩვენ მშვიდად უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ ამ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავებული აზრი არსებობდეს და გქონდეთ ადამიანებს და ჩემი კოლეგა მალხაზ გულაშვილი და განსხვავებული აზრია, მაგრამ პატივს ვცემ მას პიროვნულად და მშვიდად მოვეკიდოთ ამას, თუმცა მოვემზადოთ იმისთვის, რომ უნდა ვიბრძოლოთ და ეს არაბული პროექტი, ეს ღალატი ჩვენი სამშობლოსი ჩავშალოთ და გავაუქმოთ აუცილებლად. კობახიძემ ასეთი რამ ბრძანა დღეს სიტყვით გამოსვლისას, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით $100,000-ია მიბმული ბინის შესყიდვის შემთხვევაში ბინადრობის ნებართვის გაცემა უცხოელებზე ანუ. არავით არის სპეციალური პრივილეგიები უცხოელ მყიდველებს არ ექნებათ არაბული ქალაქების ფარგლებში გულისხმობს. გარდა იმისა, რაც ზოგადად არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. ანუ $100,000-ზე თუ ბინადრობის უფლებას აძლევ უცხოელს, გნებავთ დროებითი იყოს ეს გინდათ მუდმივი, ამაზე მეტი პრობლემა რა უნდა იყოს, თავად კანონია უკანონო. ზარია ეთერში, გისმენთ? გისმენთ? მოგესალმებით. მოუსმინე რასთან ბატონ ირაკლი კობახიძე
და როგორც მართლა აქ მე მგონი სათანადო ვარაფერია ვინაიდან მუცხოველი თუ იქნება ამ შემთხვევაში იმას არა მუდმივად აქვს ცხოვრების უფლება არის დაუცათა სწავლობს და ხუთი წელი უნდა იყოს და ანდა რაღაცა ისეთი მაგრამ მუდმივი ცხოვრების ამის გახანგრძლივება შეიძლება ქალბატონო ცუდად ისმის, მაგრამ მადლობა ზარისთვის, როდესაც უცხოელი იღებს საქართველოში ბინადრობის უფლებას, ეს დროებითია, რა თქმა უნდა, მოიცავს კონკრეტულ პერიოდს, მაგრამ როდესაც ამ ვადას დაასრულებს ბინადრობის უფლებას, შემდეგ მიდიხარ და ხელახლა იღებ, ანუ განაახლებ ამას. და ნელ-ნელა, როდესაც დიდი სტაჟი დაგიგროვდება, ასე ვთქვათ, საქართველოში ცხოვრებით, მერე მოქალაქეობის მიღება შეგიძლია და ეს ყველა ქვეყანაში, მსოფლიოში ასეა. და ეს ძალიან ცუდი რამ არის. ხო, ცუდი რამ არის, რა. კაპიტალისტური სისტემა არის ეს ინვესტიციები ვერ ვგებულობ, აი ძალიან ვწვალობთ ქალბატონო, თითქმის არ ისმის თქვენი ხმა, მაგრამ რაღაც ნაწილი გავიგონეთ, მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. კობახიძემ ხასრულს ვამთქვა, რომ $100,000 ქონებას თუ შეიძენს უცხოელი, მას ბინადრობის უფლება ეძლევა საქართველოში. ეს წერია კანონშიო. ამაზე მეტ პრივილეგიას უცხოელები არ მიიღებენო და ამაზე მეტი პრივილეგია რა გინდათ ამ არაბული ქალაქების ფარგლებში. თუ ეს ბინადრობის ნებართვა დროებითია, მოქალაქე შეუძლია შემდეგ კვლავ განაახლოს და ბოლოს მოქალაქეობა მიიღოს. აი ეს არის კანონმდებლობაში გაწერილი და ეს კანონებიც გასაუქმებელია. კობახიძე აგრეთვე შეეხო ინდოელების მასიურ ჩამოსვლას საქართველოში. ამაში პრობლემას ის ვერ ხედავს და ამბობს, რომ იცით რა, ეს ხალხი სწავლობს აქ და მერე ბრუნდებიან უკან. ჩვენ დაბრუნებული არავინ არ გვინახავს. უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები სხვადასხვა სამსახურებში არიან დაკავებული და ისეთი ასაკის ხალხი, ვინც სტუდენტიც კი არ არის, ძალიან ბევრი გვხვდება. არ ვიცი, აი ვერაფერში პრობლემას ვერ ხედავენ და ეს ოპოზიციაც, ვითომ ოპოზიცია პარტიები რო აქვთ თავიანთივე გუნდის შიგნით გახსნილი და ოპოზიციას ეძახიან, ესენი უსმენდნენ კობახიძის გამოსვლას და ერთი კრიტიკული აზრი არ გასჩენიათ. იქ იყო კი რაღაც მცირედი გამონაკლისი, მგონი გახარიას პარტიიდან, მაგრამ ეს მინიმალური. სამარცხვინო იყო, რაც ხდებოდა დღეს ერთპარტიულ პარლამენტში. ზარია ეთერში რას უპასუხებთ კობახიძეს, რომელმაც დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ უნიკალურ პროექტთან გვაქვს საქმე, არაბულ ქალაქებზეა საუბარი. მოგესალმებით, გამარჯობა. ესე იგი, ყველაზე გასინელება ჩვენთვის ისა, რომ ხლები და თიხები შევორკილი გვაქვს. იმიტომ რომ ვერ ვიძლევით ხალხში სათანადო ინფორმაციას საწოლ. იმიტომ რომ ხალხი არ არის საკმარისად ინფორმირებული რა ყველაზე მწვავე საკითხი დღეს ჩვენს ქვეყანაში ეს არ აქვენ გაცნობიერებული. ეს უბრალო აქცია არ არის ხალხო. ეს არის ყოფნა არ ყოფნის საქმე. ისტორიაც არის განათლება მე ეს უბრალოდ არ ვახენებ, მაგრამ უნდა ვთქვა და ვამხილო. ესე იგი, განათლება მეტია საჭირო, ინფორმაცია მეტია საჭირო, რომ ხალხის აზრამდე რომ მივიდეს იგი ხვალზე რა დაგვემართება. ბავშვები რომ გვიყვარს და გვიჟენით ამისა ყველაი პირების სულები. ამის დაფიქსეთ უნდა მხოლოდ ერთ-ერთი გზა არის გაერთიანების იდეა. ამას მეტი დამაჯერებლობა და მიიღეთ და მეტი ყურადღება. აი კობახიძის გამოსვლას თუ მოусმინეთ დღეს. კობახიძის გამოსვლა ჩააცვი კაბა დამადა წუსი პირზე და გოგოა ბარისზე გასაწყოს. აი ეს ეროვნულია ასე განვითარება სიყვარული არაფერი სიყვარული მაგაში არა ეს ისტორია ის მitham კანონმდებელი. აი დაგარწმუნათ თუ არა მისმა გამოსვლამ რომ ეს არაბული პროექტი კარგია ვთქვათ. არაბული პროექტი როგორ არის კარგი? კარგი არის ჩემი ქართველობა, ჩემი ქართული მენტალიტეტი, ჩემი კულტურა, ჩემი ადასტურები, ჩემი მრავალჟამიანი, ჩემი ხასან ბეგურა,
ჩვენი სიყვარული. მადლობთ. ეს არის ქართული, ეგ მინდა მე. მადლობა, გავიგეთ თქვენი სათქმელი. კიდევ ერთი, რასაც ხას უსვამდნენ დღეს პარლამენტში, რომ არაბული კომპანია მიწებს უცხოელებზე არ გაყიდისო. აი ასეთი მადლობა ზარისთვის ამ ქალბატონს. როგორ არ გაყიდის არაბული კომპანია Eagle Hills-ი მიწებს უცხოელებზე? ბინა რომ იყიდება, სახლი რომ იყიდება, იმას ეზო არ მოხვება? როდესაც უცხოელი და არაბი ამას შეიძენს, ეს მისი არ იქნება? აბა საჩუქრად გადასცემენ ქართველებს თუ რას გვატყუებენ? როდესაც კაცი იყიდის მიწას, სასტუმროს, სახლს, გნებავთ ნებისმიერ უძრავ თუ მოძრავ ქონებას, ის მისია სამუდამოდ და ასე იქნება არაბების სამუდამოდ მთელი ეს არაბული პროექტები და ეს ქალაქები. სახელმწიფო 33%-ის მეწილი არისო ამ პროექტის და შესაბამისად არ გაიყიდება უცხოელებზე ეს მიწაო. სახელმწიფო, როდესაც მეწილია, ბუნებრივია დაინტერესებულია კომერციული სარგებელი ნახოს და გაყიდოს ის სახლები, ბინები, რომელიც იქ აშენდება. ქართველი ამ ბინას ვერ იყიდის, იმიტომ რომ $9,000,000 ეღირება ალბათ ყველაზე იაფიანი ბინა, ყველაზე ძვირიანი მილიონობით $. ისე უცხოელი იყიდის არაბი ამას და კაცი საკუთარი სახლიდან როგორ უნდა გააგდო მე, რაც ნაყიდი აქვს და რისი ასე ვთქვათ, თავდებობითაც თავდებით სახელმწიფო იყო. ზარია ეთერში გისმენთ? ილია ზუსტად თქვით, ეხლა ციტატას გეტყვით. არავითარი ვალდებულება საქართველოს ხარეს არ აქვს, საქართველოს შედის მიწებით. ზუსტად ის სიტუაცია, რაც თქვენ თქვით. ანუ ბინაში რომ ორი ოთახი გააქირავოთ და ღმურმა რო გაანგრიოს კედლები და რო გითხას რომ რა გინდა კაცო მიწა ხო შენია და მე რას ვიზამ რა შენი საქმეა. ეხლა მე ვეკითხები პარლამენტში მსხდომ ადამიანებს ცოტა, არ ვიცი, გონიერება, სინდისი, განათლება თუ რისკენ მოუწოდო. რატომ არ ფიქრობთ იმას, რომ ეს მიწა, რომ იძახიან ხომ არ მოიკიდებს ზურგზეო, მოიკიდებს, იცით როგორ? მისი შვილი იტყვის, რომ ეს იყო პაპაჩემის ააშენა, ფული დახარჯა, თქვენი ბიუჯეტი გაზარდა. მეორე საკითხი, მეჩეთებიო არ აშენდებაო, გასაგებია, რომ ღმერთო ჩემო, არ მინდა ეხლა ყველა ვიცი, აია სოფიასაც დაემართა, ყველა ვიცით და აშკარად არა, მაგრამ შიგნით იქნება ეს ყველაფერი, ცხვირსაც არ შეასუნიებენ ქართველებს. შიგნით მოხდება ამ ადამიანებით, არ ვერჩი არავის, კაცო დაგვაყენონ ჩვენ ქვეყანაში. მესამე საკითხი, თუ ასეთი კარგია ეს პროექტი, თუ ასეთი შესანიშნავია, რატომ არც ერთ ჩვენ მეზობელს არ უნდა? არც თურქეთს, არც აზერბაიჯანს, არც ასომხეთს, არც რუსეთს, გადაშარევი ამბავია პირდაპირ და ბოლოს და ყველაზე მთავარი. ეს არის მთელი ერის სისხლი, ირმასნაირ ქალს, პოლიტიკოს, ადამიანს, მებრძოლს, შესანიშნავ პიროვნებას არ მიცნობს, მე როგორ არის და ყოველდღე ვუყურებ. აი საფრავთან დაფიქსება რომ მოუწევს, ეს არის ჩვენი სისხლი და ვაი მართლა უბედურო საქართველო. კარგად იყავით. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის. რაც უფრო მეტად მოახლოვდა 30 ნოემბრის აქცია, დაიწყო თავდასხმები, ცილის წამებები, რომ თქვენ, როდესაც ამ არაბულ ქალაქებს ეწინააღმდეგებით ხართ, უცხოური აგენტურა, სხვადასხვა საელჩოებიდან გამოგაქვთ ფული, ხაზარაძესთან ხართ შეკრულიო, ისიც კი დაგვაბრალა ვიღაცა. მოკლედ, ამასთან დაკავშირებით ალბათ ნახეთ ობიექტივის ეთერში გადის ვიდეო, სადაც ირმა ინაშვილი საუბრობს ამ ყველაფერზე და პრაქტიკულად ტაძარში, მოწამეთაში არაბების მიერ წამებული წმინდანების უხრწნელ ნაწილებთან ამბობს იმ თავარ სიტყვას, რასაც მოისმენთ და დარწმუნებული ვარ ეს ძალიან გულთან ახლოს მივა ნებისმიერ ადამიანთან და იმ სკეპტიკოსებთან და ცილის მწამებლებთანაც კი დარწმუნებული ვარ გულთან მივა ისეთი ვიდეო რგოლია ეს. თუ შეუძლია საეთეროს, მინდა ვაჩვენოთ ეს ვიდეო მაყურებელს და რადიო მსმენელს, მომიმზადეთ თუ შეიძლება და როდესაც მზად იქნება გავუშვათ. 33% იქნებაო სახელმწიფოსიო რომ ამბობენ, ამ 33%-საც მალე გამოისყიდის ეს არაბული კომპანია ნელ-ნელა.
და რომც არ გამოისყიდოს და საქართველოსი დარჩეს, ეს 30%-ის ფარგლებში აშენებული ბინები ვისზე გაიყიდება თუ არა უცხოელებსა და არაბებზე. ქართველს არ შეუძლია იყიდოს იქ 1,5 მილიონიანი სახლი ან 9 მილიონიანი ბინა. აი ეს არის აქ ტრაგედია. მეჩეთი არ აშენდებაო, ამბობენ. დროთა განმავლობაში, როდესაც არაბული მოსახლეობა გაიზრდება, იქ ვიცით რომ ძალიან სწრაფად მრავლდებიან ამერების წარმომადგენლები, დასჭირდებათ და ამაზეც მიიღებენ ნებართვას და საკუთარ სახლში და ეზოში შეუძლიათ ააშენონ ეს მეჩეთებიც და რა ვიცი რა რაც უნდათ ის გააკეთონ. ის კი არა საქართველოს მთიან რაიონებში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკურად სხვა ერების წარმომადგენლები, აი დღეს მითხრეს მე რომ კაცმა დაიწყო საკუთარ ეზოში მშენებლობა, თქვა რომ მეო სახლს ვაშენებო და სინამდვილეში იქ აუშენებია მეჩეთი ბოლოს, როდესაც აშენდა მერე გაირკვა. და არავინ ამაზე არანაირი კითხვები არ დასვა, იმიტომ რომ იმ სოფელში ეთნიკური უმცირესობაა ქართველი თავად. და აი რა მოხდა ცოტა ხნის წინ თბილისში. ადგილობრივებმა ააშენეს ქალაქგარეთ სამლოცველო და რადგან ნებართვა არ ქონდათ ამ ეკლესიის აშენებისა, ნახევრად აშენებული ეკლესია დაუნგრია მათ თბილისის მერიის სპეციალურმა სამსახურმა. ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობა ბატონო ელია. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით, მშვიდობა ჯანმრთელობას გისურვებთ. დიახ. ბატონ კობახიძეს შევახსენეთ, რომ კარგად წაიკითხოს ქართული ანდაზები. დიახ. და ნუ იქცევა ისე, როგორც ერთ-ერთი ქართული ანდაზა ამბობს. უნამუსო საფურთხებდენო და ის მაღლა იყურებოდა. ეს რაც უნდა მოდისო, ისნო ეს ფუტ. წაიკითხოს ქართული ანდაზები და ნამუსი, რას ნიშნავს ნამუსი? რას ქვია ნამუსი? აი ამას მოუწოდებ. დიახ. ნამუსით იმუშაოს. მეც რა იმ აბა რა მოუწოდო მე? დიახ. უნამუსო კაცი, რასაც დღესაკეთებს ნამუსი. ნამუსი წაიგე. გავიგეთ. მადლობა თქვენს არისთვის, ნამუსი და სინდისი და რწმენა და ღვთისმშობლის წილხვედრი სახელმწიფოს მიწების გაფრთხილება რომ ჰქონდეს ამ ხალხს, ასე არ მოიქცეოდა. ჯერ საყდრის არ აგვიფეთქებდნენ, მერე გარეთ საბოლოოდ არ დათმობდნენ და ახლა საქართველოში ორ არაბულ ქალაქს არ წამოგვიჭიმავდნენ, რა გეგმაც არსებობს. მოდით ირმაინაშვილის ეს ვიდეო ვნახოთ და შემდეგ მორიგ ზარს მივიღებ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არაბული ქალაქების მშენებლობა გამოუსწორებლად დააზიანებს საქართველოს. ამავდროულად ჩვენ გვესმის, რომ ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი. ჩვენი აზრით კი არაბული ქალაქების მშენებლობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს, თუ არ იქნება მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა და თანხმობა. მე ახლა ვიმყოფები მოწამეთაში. ქუთაისში. აი აქ მოწამეთას მონასტერში დაბრძანებულია ორი დიდმოწამის, დავით და კონსტანტინე არგვეთის მთავრების წმინდა ნაწილები. დავით და კონსტანტინე არგვეთის მთავრები არაბებმა მოკლეს. არაბული მშენებლობების მხარდამჭერები ჩვენ მთელ რიგ ბრალდებებს გვდებენ. ეხლა ყველას მინდა საჯარო და მკაფიოდ უთხრა. ჩვენ არც რუსეთი გვაფინანსებს, ჩვენ არც ამერიკა გვაფინანსებს, ჩვენ არავისთან არა ვართ გარიგებული და ჩვენ არავინ არ გვმართავს. ახლა მე დიდმოწამე დავით და კონსტანტინე არგვეთელი მთავრების წმინდა ნაწილებთან ვარ. ვიშველიებ მეხუთე ფსალმოს. წარწყმედილ ვიყო, თუ ტყუილია რასაც ვამბობ. მოახლოვდა 30 ნოემბრის აქცია, სულ რამდენიმე დღე რჩება და გამძლავრდა პროპაგანდაც ჩვენს წინააღმდეგ, თუმცა ამას ველოდით კიდევაც, ვინაიდან ვუწევთ წინააღმდეგობას, კატეგორიულ წინააღმდეგობას არაბულ ქალაქებს საქართველოში, ბევრი ცილისწამებაც, ბევრი შეურაცხყოფაც იქნება ხელისუფლების მხრიდან, ამას ველოდებოდით, ასე რომ კიდევ ბევრი რამ გველის ალბათ წინ და ეს დიდი ბრძოლა. 30 ნოემბერს კვირას 4 საათზე რუსთაველის ძეგლთან, რუსთაველის მეტროსთან ვიკრიბებით სწორედ ამ მიზნით, რომ შევაჩეროთ არაბული ქალაქების მშენებლობა. საქართველოში დღეს კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წარსდგა პარლამენტის წინაშე და ისაუბრა ამ არაბულ ინვესტიციაზე და თქვა, რომ ეს უნიკალური პროექტია. მოусმინეთ თუ არა, რა შთაბეჭდილება დატოვა მისმა გამოსვლამ თქვენზე. გისმენთ? დიახ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მინდა გითხრათ დიდი მადლობა თქვენი პარტიის ყველა წევრს
იმიტომ რომ ამდენი წელია ვხედავთ ჩვენ რამდენი იბრძვით და გისურვებთ სულ წარმატებებს. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ამას წინათ ინტერნეტში ვნახე მამაო, რომელიც ამბობს, ნუ ნერვიულობთ და აი იმ ტერიტორიებზე, რომლის გაყიდვა თუნდაც შეიძლება დიახ, ცუდად ისმის ბოლო სიტყვები. რას ამბობდა მამაო? მამაო ამბობდა, რომ იმ ტერიტორია, რომლის გაყიდვას თუნდაც იმ ტერიტორიაზეა შეიძლება ჩატარდეს აიაზმა, ლოცვა-კურთხევა. მეუფე სპირიდონმა თქვა ეს, დიახ. დიახ, მეუფე სპირიდონის იყო და სხვაც იყო. მე სხვა ვნახე, უბრალოდ სახელი არ მახსოვს. შეიძლება ეს ადვილად გავაკეთოთ. ამას არაფერი უნდა და მართლა ამხელა ალიაქოთი და ეს ყველაფერი რომ მოხსნათ, ხო შეიძლება უფლის განა და უფლის მადლი გადმოვიდეს. დიახ. და ეს გავაკეთოთ, ამის გაკეთება არ არის ხორთული. მადლობა თქვენ ქალბატონო, გასაგებია, გეთანხმებით აბსოლუტურად ეს მიწები კრწანისიც, გონიოც და მთელი საქართველო არ ვიცი, პათეტიკურად არ გამომდის, მაგრამ იმედია, მაგრამ გაჟღენთილია ჩვენი წინაპრების სისხლით, რომლებმაც სამშობლოს მიწების შესანარჩუნებლად თავი შესწირეს და წმინდანების და წამებულების საფლავებით არის სავსე ეს მიწები. და ამას ვაძლევთ ჩვენ ახლა უცხოელს. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე იყოს უცხოელი, ვინც გინდა იყოს, მარტო არაბზე არ გვაქვს ჩვენ პრეტენზია. აი გუშინ დამიკავშირდა მე ჩვენი ერთ-ერთი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი და მითხრა, რომ არსებობს სტანდარტი იმისა, რომ ერს დემოგრაფიული პრობლემა არ შეექმნას, ამ ნებისმიერ ქვეყანაში არ უნდა დასახლდეს ძირძველ მოსახლეობასთან მიმართებაში უცხო ქვეყნის მოქალაქე 10%-ზე მეტი. და ახლა რა მდგომარეობა გვაქვს ჩვენ 10%-ზე მეტი ცხოვრობს თუ არა? ბევრად მეტი ცხოვრობს. დაახლოებით 40% მაინც უცხოელი ცხოვრობს და მომავალში რა გველოდება არავინ არ იცის. ამ არაბული ქალაქების პირობებში. დღეს ვიხილეთ კობახიძის გამოსვლა პარლამენტში, უნიკალურ პროექტად მოიხსენიებს არაბულ ინვესტიციას, რეკლამირებას უწევს Eagle Hills ამ კომპანიას და ვიმეორებ, გამახსენა ამ ყველაფერმა საყდრესის აფეთქების თემა. როდესაც მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა გვეუბნებოდა ჩვენ, რომ თქვენო მოღალატეები ხართო, ბნელები ხართო, ეს საყდრესის ბაღარო უნდა აფეთქდეს, იმიტომ რომ ამით ბიუჯეტი მიიღებს ბევრ რამესო და ეკონომიკას რაო ხელს უშლითო თქვენო და გააფეთქეს საყდრესი, RMG Golds ჩაუგდეს ასეთ უცხოურ კომპანიას ეს ისტორიული მაღარო ხელში და შემდეგ რა მიიღო ამით საქართველომ გარდა იმ ტრაგედიისა, რომ ისტორიული მაღარო აგვიფეთქეს ქართველებს. ახლაც ისეთივე მგზნებარე რიტორიკით აპიარებენ, არეკლამებენ Eagle Hills არაბულ კომპანიას. ზარია ეთერში გისმენთ? ალო. გამარჯობა, გისმენთ ეთერში? გამარჯობა, ეს რა უნდა გთხოვ ილია ისიგენასავე. იქნება ტონის უმტაზე, თავდანელ კობახიძე და ივანიშვილი და იქ სანამ ბედები არიან ძველი დარჩენილი, რომელშია წინასწარ მეტოли არის. მომუსმინო სანამ თოთოლები არიან იმადაიღენ. იწვიან და დამარტებოთ ამ კაცურ ხალხს. რა დაემართებოთ ყველაზე კარგად აღხსნიან. ან წაიკითხონ, რასაც წერენ ისინი, აბა და მოусმინონ. მოусმინონ აბარა იქნება. მადლობთ, გასაგებია თქვენი სათქმელი. დავით გარეჯზე ჩვენ გვეუბნებოდნენ ჩვენს მაყურებლებს, ჩვენ რომლებიც ერთად აქციებს მართავდით, რომ გაჩერდითო, ხმა არ ამოიღოთო, თქვენო ვნებთო საქართველოს ამ აქციებით და ამ პროტესტითო. და რა გააკეთეს ბოლოს? საბოლოოდ მიივიწყეს, საბოლოოდ წარსულს ჩააბარეს დავით გარეჯის თემა. ისიც მახსენდება მე, რომ 6-7 წლის წინ აჭარაში თურქმა მესაზღვრეებმა მდინარის კალაპოტის ცვლილების გამო 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიისაკუთრეს ქართული და საზღვარი აქეთ გადმოსციეს ჩვენს საზიანოდ, საქართველოს საზიანოდ და ჩავედით იქ ზუსტად ჩვენი გუნდის წარმომადგენლები. ადგილობრივი საზოგადოება შეიკრიბა და ამ დიდი პროტესტის შემდეგ ეს 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაუბრუნეთ დედა სამშობლოს.
მაშინაც გვეუბნებოდნენ თქვენ რომ გაჩერდითო პროვოკაციას ნუ აწყობთ მესაზღვრეებთანო. ანუ ამ ხალხს წმინდა არაფერი არ გააჩნია. მათთვის სამშობლოს ტერიტორია და სამშობლოს მიწა კომერციული მიზანია მხოლოდ. საყდრესის ოქრო უნდათ ააფეთქეს. ახლა ფული დასჭირდათ ორ არაბულ ქალაქს გვიშენებენ. გარეჯი დათმეს იმის სანაცვლოდ რომ რაღაც გარიგებებს მიაღწიეს ალბათ ეს ვარაუდია ჩემი. ზარია ეთერში გისმენთ. შუადღეშვიდობის ისმის ჩემი ხმა. ისმის ჩემო ბატონო. დიახ, კარგად ისმის. უკაცრავად ბატონო ილია, მაგალითად ბიძინა დასანქცირებულია და გაბრაზებული ხო არ არის ქართველებს და იმიტომაც ეგეთი მაიმუნებებს ხო არ აკეთებს. და მეორე შეკითხვა ბატონო ილია, ცოტა უხერხული. ბატონი მალხასტოპურია ხო არ გადაბარგა ოცნებაში. იმიტომ ეს ჯორჯია ის ოცნების ის არის მაუწყებლობა და იქ ხშირად პატიჟობენ და ბუშინ არ მომეწონა ერთი რამ როცა დაიწყეს სამყარო და სტუმრებმა და მალხაზიც იქიჩდა რომ ეს არაბული ქალაქების მშენებლობა და აქციების შესახებ ძალიან დამცინავად ლაპარაკობდნენ. ბატონი მალხაზი არ ილაპარაკებდა დამცინავად დამერწმუნებით, ხო? მე არ მინახავს ეს გადაცემა. კომენტარი არ გააკეთებია საპირისპირო. გავიგე. დიდი მადლობა ზარისთვის. ბატონი მალხაზი თოფურია ჩვენი გუნდის წევრია, ძალიან ღირსეული კაცი. ქართულ ოცნებაში არ არის, ასე ვთქვათ. და არც არაბული ქალაქების მხარდააჭერა მისი მხრიდან არსად არ დაფიქსირებულა. პირიქით, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მან ცოტა ხნის წინ სტატია, სადაც აღნიშნავს, რომ ამ თემის კარგად შესწავლა უნდა მოხდეს და უცხო ქვეყნის მაგალითები უნდა გავითვალისწინოთ და ჩერნოგორიაზე დაწერა მან. ჩერნოგორიაში გვახსოვს რა მოხდა. ხალხის პროტესტის შემდეგ იგივე არაბული კომპანიის მშენებლობები ჩაიშალა. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა მოგესალმებით, დიახ. დღეს რაღაც ნაწყვეტს უყურე რა ილაპარაკა ყობახიძე. დიახ. მაგრამ ეგ არ არის საინტერესო. იმიტომ რომ აქ თავარი გმირი არის ივანიშვილი. ის არის შემსრულებელი. ივანიშვილის გეგმებისა, პროექტებისა. აი თქვენ საუბრობთ საყდრისზე. ამდენი რამე გაუტარა ქართულმა ხალხმა. მაგრამ ჩემთვის ეს არის უკვე ბოლო წვეთი. აი ამ ქალაქების აშენება. ეს ქალაქები არ უნდა აშენდეს. არავითარ შემთხვევაში. ეს არის ნაღმები. საქართველოსთვის ახალი ნაღმები. იმის ფონზე კიდე რომ ამდენი მიგრანტები შემოიყვანეს და რა ვიცი 250,000 უცხოელს აქვს ბინა ნაკეთის უკვე საქართველოში. ეს არის ნაღმები. ეს ქალაქები არ უნდა აშენდეს და რაც არ უნდა ილაპარაკოს ყობახიძემ და ივანიშვილმა ეს ქალაქები არ უნდა აშენდეს საქართველოში. არ აშენდება, ერთად ვიბრძოლებთ. დიახ, განაგრძეთ. საზოგადოება შეიძლება არის ის, მაგრამ შევარდნაძის დროს მაგალითად 2002 წლებში საქართველოს ვერ აკონტროლებდა პანკისის ხეობას, ვერ შედიოდა პანკისის ხეობაში. ახმაშენებელი ვერ გაუკონტროლებია და დღევანდელი ახმაშენებელის გამზირი და იმ ქალაქების გამკონტროლებლები არიან ესე. ეს არის ნაღმები, უცხო ქვეყნის ნაღმები, რომელიც აუცილებლად აფეთქდება მომავალში, შეუქმნის დიდ პრობლემას საქართველოს და მომავალ თაობებს. გეთანხმებით. და ამებობ რა ფული შოვნას თავი საქართველოს მიწების გაყიდვის ხარჯზე და კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველოს მიწა ბუნებრივი რესურსები, სტრატეგიული ობიექტები არ იყიდება. და ეს არის სამშობლოს ღალატი. დიდი მადლობა. ეს არის ჩემი აზრი. დიდი მადლობა, გეთანხმებით ამაში, მადლობა. როგორც საყდრისის ოქრო ვის ჯიბეში და სად მიდის, დღემდე არავინ არ იცის. ეს RMG Gold აწარმოებს იქ კვლავ სამუშაოებს და ააგრძელებს დიდი ხნის განმავლობაში კიდევ აგვიფეთქეს. გვპირდებოდნენ თქვენო, გაიზრდება თქვენი ეკონომიკაო, ხელფასებზე და პრემიებზე იგრძნობთო და ვერ გრძნობთ ვერაფერს. ვიღაცების ჯიბეში მიდის RMG Gold-ის
მიერ მითვისებული, მისაკუთრებული უცხოური კომპანიის მიერ მითვისებული საყდრესის საბადოს ოქროები. Ახლაც ასე იქნება. ქართული ეკონომიკა გაიზრდება თუ არა, ეს მე არ ვიცი არაბული ქალაქების მშენებლობის შემდეგ, ფურცელზე იზრდება უკვე 13 წელია, მაგრამ ვერაფერს ხალხი ვერ გრძნობთ უარესობის გარდა. 30 ნოემბრის აქცია ახლოვდება, 4 დღე დარჩა. ძალიან ცოტა კვირა დღეს, ამავე კვირას. 4 საათზე 30 ნოემბერს რუსთაველის ძეგლთან, მეტრო რუსთაველთან ვიკრიბებით, უმორჩილესად გთხოვთ, ვინც ახლა გვისმენს და გვიყურებს და მომხრე ხართ ამ ბრძოლისა, ანუ წინააღმდეგი არაბული ქალაქების მშენებლობისა, იმუშავეთ ჩვენთან ერთად. გადაეცით ინფორმაცია ნათესავებს, მეგობრებს, ყველას, ნებისმიერს, გამლელებსაც კი ძალიან დიდი სამუშაო უნდა გავწიოთ ერთად. ახალგაზრდებს მიაწვდინეთ ინფორმაცია, აუხსენით რა ხდება, რა საფრთხეებია და რა შეკრება იმართება. ისიც აუხსენით, რომ ეს პარტიული შეკრება არ არის და პარტიული საქმე ეს არ არის, სამშობლოს საქმეა, საქვეყნო საქმეა. ასე რომ 30 ნოემბრამდე 4 დღე რჩება, სულ რაღაც 4 დღე. ბევრნი უნდა ვიყოთ, ეს უნდა დავანახოთ. რომ ბევრ შეგვტკივა გული ამ ტრაგედიაზე, რასაც გვთავაზობენ და ამბობენ, რომ უნიკალური პროექტიაო. ვიმეორებ ეს დღეს კობახიძემ თქვა და თუ მოусმინეთ მის გამოსვლას, რა შეფასებას გააკეთებთ. გისმენთ? ეთერში დღემშვიდობისა, დიახ. ჩემი აზრით, მე მამუკა არიშიძის ვეთანხმები თქვენ სტუდიაში გამოდის ხოლმე. ექსპერტია. დიახ, ვიცნობ. რომ უნდა გავეცნოთ დოკუმენტს, ოფიციალური დოკუმენტი რაც არსებობს და ის 33% ეგ უკვე დანაშაულია. 33% კი არა, 10% უნდა ეკუთვნოდეს საქართველოს სახელმწიფოს. ეს ბინას ვინ იყიდით, ეს სხვა საქმეა. არც ეს არის სხვა საქმე. არც ეს არის სხვა საქმე, თუ სახელმწიფოს ეკუთვნის 100% და 200,000 არაბი ჩამოგივა და იქ დასახლდება და მისი საკუთრება იქნება ბინას, სახლის, ეზოც და მიწაც, ესეც პრობლემაა. არა, მიწა 100% უნდა იყოს საქართველოს საკუთრებაში. გავიგე, მადლობა თქვენ ზარისთვის. თუ ბიუჯეტზე ზრუნავენ რეალურად, შეეძლოთ რომ წამოეწყოთ პროექტი, რომ სახალხო რაღაც გეგმა შეეთავაზებინათ საქართველოსთვის. უამრავი ბიზნესმენი გვყავს ჩვენ, რომელიც საქართველოში მუშაობს, უამრავი ბიზნესმენი გვყავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შეეთავაზებინათ ყველასთვის. რომ სახელმწიფო იქნება თავდები, ერთად წამოვიწყოთ რაღაც გრანდიოზული მუშაობა და გაეკეთებინათ ქართული პროექტი. რომელიც სრულად ქართული იქნებოდა. ან ეს მიწები აუთვისებელი რომ გვაქვს 80% და ხელში ჩაიგდეს ბიზნესმენებმა თუ მთავრობის წარმომადგენლებმა, თითო ლარად რომ 100 ჰექტარ მიწას ირიგებენ ქართველი ჩინოვნიკები, ეს მიწები დაუბრუნონ ხალხს, გამოუყონ მოქალაქეებს მიწები და ყველას კონდეს საკუთარი საკუთრება და ასე უფრო დაცული იქნება ქართული მიწა. თუ კი კანონმდებლობა იარსებებს, რომ უცხოელზე ვერ გაყიდი. ქართველის თუ იქნება ეს მიწა და განაწილდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ტერიტორიის აუთვისებელი მიწები ქვეყნის, უფრო დავიცავთ საქართველოს. ზარია ეთერში. ალო. დიახ. ეს ხალხი პულისმოს რაც ვერ ხედა. ამიტომ ყველა ქართული უნდა დავიწყოთ ჩვენი მიწა და ჩვენი სამშობლო და ბაგზარი. დიახ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. მადლობა რომ დაგვიკავშირდით 557-88-55-88 ეთერშია ინტერაქტივი. პატრიარქის განცხადება მინდა შეგახსენოთ, რომელიც 2013 წელს არის გაკეთებული. არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა არ შეიძლება. არავის არ აქვს უფლება, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს გაყიდოს ქართული მიწა, ქართული საბადოები, ქართული მდინარეები, წყაროები. ამბობს ჩვენი პატრიარქი 2013 წელს უცხოელებზე მიწების გაყიდვის თემაზე. ზარია ეთერში გისმენთ? ეთერში რა? ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობათ. მოგესალმებით. ქალბატონმა სწორად აღნიშნა მიწის გაყიდვა, ეს არის სამშობლოს ღალატი.
აქედან გამომდინარე, თქვენ უნდა დავსვათ ასეთი საკითხი. მილიარდერი და მილიონერი საქართველოში არის ივანიშვილი. კეთილი ინებოს ეს ხელშეკრულებას გავაუქმებიეთ, მაგრამ აუცილებლად ის ჩადებული იქნება, რომ ჩვენ უნდა გადავუხადოთ იმას კომპენსაცია. ამას და გადაიხადოს თავის მილიარდები. ეს ერთი. მეორე, ვილაპარაკოთ საქმეზე, იცით რა, ყველას ვამბობთ, რომ ეს სუდად არის ესა და ვილაპარაკოთ საქმეზე. ეს არის საქმე. კეთილი ინებოს და ამ ღალატისთვის გადაიხადოს თავისი მილიარდები. რომელ კომპენსაციას აი ესე დაუშვათ საკითხი. რომელ კომპენსაციას არაბები მოგწოვეთ თუ შემძენით და გავაუქმებიეთ. აუცილებლად იქნება ჩადებული ეს ხელშეკრულებაში. ყველა ხელშეკრულება ასე იდება მოგეხსენება. კიდევ ერთი საკითხი მინდა გითხრათ და მომისმინოთ. ზუსტად გამსახურდია სულ რაღაცა 6 თვე იყო მხოლოდ პრეზიდენტი 6 თვე. ამ 6 თვის განმავლობაში მან ის არის კანონი მეწარმეთა შესახებ შექმნა. პირველი კანონი, ანუ ფაქტიურად სოციალისტური წყობიდან ჩვენ გადავედით კაპიტალისტურზე. აი ესაც კი მოაწყვეტა შექმნა და ამ კანონში ახალგაზრდებმა ძალიან გწყოთ გაერთიანეს, აი ძალიან ბევრი ისეთი კანონები შეიქმნა მაშინ, რომელიც საინტერესოა. აქ წერია საქართველოს სტრატეგიული ობიექტები, მიწა, ელექტროობა და ასე შემდეგ დიდი ქარხნები და ისა მხოლოდ მომსახურების სფერო უნდა ყოფილიყო პრივატიზებული. ხელი არ უნდა ხლებოდა და მოვიდა თუ არა შემდეგი მთავრობა აგურ გაყიდეს ყველაფერი. ეხლა მიწა გადაჭდა, მიწასაც ყიდია. ვიტა დიდი ხანია უკვე იყიდება ხალხმა. აი სოფლები ვაშენდა, ბაზალტარესილი, ყულად კი არის იმაში ამბავში. მაგალითად კასპში, სადაც ბატონი ვაჟას და ჩვენი ბრძოლით ეს ჩაიშალა. საქმეზე ვილაპარაკოთ. მოთხოვთ ივანიშვილს, აი კომპენსაცია ჩაიდოს გამოცხენაში, რომელსაც აუცილებლად არაბები მოითხოვეს ხელშეკრულების გაუქმების. მადლობა, გავიგეთ თქვენი სათქმელი. როგორ მოხდა მაგალითად მონტენეგროში, იგივე ჩერნოგორიაში, როდესაც საზოგადოების დიდი პროტესტი იყო, იგივე არაბული კომპანია ხომ იქაც აშენებდა უზარმაზარ იგივე დუბაის, ახალ დუბაის უწოდებდნენ. როდესაც ხალხის პროტესტი დაინახეს, დიდი პროტესტი იყო ძალიან, ამ არაბულმა კომპანიამ თვითონ თქვა, რომ მე ვწყვეტ მუშაობას, ვაუქმებ ყოველგვარ ინვესტიციას და გავდივარ ჩერნოგორიიდან და წავიდნენ. და თქვეს რომ თუ ხალხი მომხრე არ იქნება, არ გვინდა ასე ჩვენ ავაშენოთ. იმიტომ რომ ისინი წხვდებიან რომ მომავალი მთავრობა მოვა შემდეგ ხალხის მიერ არჩეული და ის ახალი მთავრობა საერთოდ ჩაშლის ამ ყველაფერს და დაკარგავენ უფრო მეტ ფულს და მონტენეგროში ასე ვთქვათ სახელმწიფოს არაფერი არ დაეკისრა. იქიდან გამომდინარე რომ კომპანიამ თვითონ თქვა უარი იმაზე რომ გაეგრძელებინა ინვესტიცია. მხოლოდ რაღაც გარკვეული თანხა დაკარგა საბანკო გარანტიები Eagle Hills-მა იქ თვითონ იზარალა ამით. უმნიშვნელო იყო მათთვის პრინციპში და 30 მილიარდ დოლარზე მიმდინარეობდა საუბარი, რაც უნდა დაეხარჯათ ჩერნოგორიაში. ჩვენთან ახლა უფრო ნაკლებს ხარჯავენ თან 6 მილიარდს. ზარია ეთერში, გისმენთ. მოგესალმებით ბატონო ელია. გამარჯობა. მინდა გითხრათ, აქ ყველა გამომსვლელი ამბობს, რომ გაიყიდოს და უნდა იყოს საქართველოს საკუთრებაში. საქართველოს საკუთრებაში რომ მიწა იქნება, იქ უნდა აშენდეს ირანული და არაბული და პაკისტანური და ეს რა ქვია, ინდური და ინდუსტრიების დასახლებები? გეთანხმებით. გესხია, მარტო მიწა უნდა გაიყიდოს. კონტაქტურად აქ არავინ არ უნდა ჩამოსახლდეს. მოგზავნდნენ, ისწავლონ, წაბზანდნენ თავიანთ ქვეყანას. მოვიდნენ ტურისტულად აგრეთვე და დაათვალიერონ, წაბზანდნენ თავიანთ ქვეყანაში. გეთანხმებით. დიდი მადლობა, ზუსტად ასეა. ხელისუფლებაც იგივეს ამბობს, რომ იცითო, Eagle Hills-იო ეს არაბული კომპანია მიწებს არ გაყიდისო. რას ნიშნავს მიწებს არ გაყიდის? აშენებენ სასტუმროს, სახლს, რესტორანს, ბინებს. ამ ბინაში და ამ სახლში მოვა უცხოელი და ყიდულობს ქონებას. ეს ქონება მისი არ იქნება, თავისი ეზოთი და თავისი მიწით და თავისი შენობით. რა თქმა უნდა მისი იქნება საშვილიშვილოდ და სამუდამოდ. აბა დროებით მფლობელობაში მისცემ კაცს სახლს, რომელიც მოდის ფულს იხდის და ყიდულობს.
ასე რომ ნელ-ნელა აბსოლუტურ უმცირესობაში მოექცევა ქართველი. ახლა ეს არაბული ქალაქების თემა თუ გაუვიდათ, ხვალ ინდოეთში მოძებნიან ბატონო მილიარდელს, იქ ძალიან ბევრი მილიარდელია. ჩამოიყვანენ, ააშენებინებენ აქ სასახლეებს და ქალაქებს კიდევ. არ ვიცი, ნელ-ნელა ყველაფერზე მოგვისინჯეს კბილი, აბა რა რეაქცია გვექნება, რა შეხედულება და თუ წინააღმდეგი ვართ, ყველას აგენტს და მოღალატეს და უცხოეთის აგენტურას გვეძახიან და ჩვენ ვართ აგენტურა და მოღალატე თუ თვითონ უცხოელებზე ყიდიან ქართულ მიწას. ზარია ეთერში. გამარჯობა. ეხლა უყურეთ დღეს რა ხდება. მე თურქეთში რომ ვიყავ, ერთ-ერთ პროვინციაში ვიყავ, რაღაც დედაქალაქის და რაღაც აგიგზავნეს აქ ღვინის ძალევა არ შეიძლება. ესე იგი, რა დონეზე ყიდის ოცნება, რა დონეზე. თქვენ არ გეგონოთ მარტო რომ დასახლება, იმ დასახლებას საბავშვო ბაღები უნდა, მეჩეთები უნდა, დილით ყმუილი უნდა ისმო. ნელ-ნელა ყველაფერს გააკეთებენ. ახლა პირდაპირ შეიძლება დღეს არ აპირებენ, მაგრამ ნელ-ნელა იქნება. ნელ-ნელა ძიმენ და ჯერ ერთი ღიმისა გინდა სააკიანს, გინდა ამათ იმის უფლება რომ მარნეულში რატო არ უნდა იყოს კაცო ერთი მეცეთი. ყველა სოფელში კაცო, ყველა პატარა იმაში. სად გვაშენებინებენ ჩვენ ქრისტიანულ ძალოცა? რომელი ქვეყანა გვაშენებინებს? ვინ არის ეს რა დამყიდველები ყოფილან ესენი? რა ხალხია ვერ გაუგე, რა ოცნება, რის ოცნება. მაგალს მაო ფული დაუსანქცირონ და მე აქ ჯარებები მიზარდოსა. ვიღაცა არაბეთს ხელს უწყობს, რა ხალხია ავიხსენით რა. მადლობა ჩემო ბატონო თქვენ ზარისთვის. რას უპასუხებთ ირაკლი კობახიძეს, რომელიც დღეს პარლამენტის წინაშე წარს დგა და ისაუბრა, რომ სრულიად უნიკალურ პროექტთან გვაქვს საქმე, არაბულ ქალაქებს გულისხმობს. მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა, რომ ინდოელების ჩამოსვლის ტემპი საქართველოში საგანგაშო სულაც არ არისო, ეს ხალხი სწავლობენო აქ, მერე რა მოხდაო, ეკონომიკა იზრდებაო. კობახიძე ვერ ხედავს პრობლემას ამ ყველაფერში. ზარია, გისმენთ. ალო, გამარჯობა. მოგესალმებით. აი მე მინდა მოგმართოთ ერთი. ესე იგი ეს არაბები იქ თავიანთ რამდენი ღარიბები ქუჩებში ცხოვრობენ, დაბასებენ ჩალით გადახურულებში და საშინელება არ გიგიენა და ამ არაბების სოფლები ხო არიან მითითგენ ხომ ხედავთ არა? ესე იგი ეს ხალხი აშენებს აქ და ჩვენი ხალხი იყიდის აქ ბინებს, რომელი იყიდის შვილს? რამდენი ვიცი, 2 ბიჭი, ბაბუა, ბებია, დედა, მამა ცხოვრობენ 2 ოთახიან ხრუშოვკებში. ახლა თქვენ დაოჯახებული ხართ? არ გახლავართ. არა. ესე იგი თქვენ იყიდით იქ ბინას გააქვთ იმის ხული? მე ქალბატონო 20 წელია ჟურნალისტი ვარ, პატიოსნად შრომობ და ერთი პატარა ბინაც არ გამაჩნია, რომ სიბერეში იქ დავждე და ჩემი სიბერე გავიო. ვისთვის ახლა არაბები ჩვენი სიყვარულით გიждდებიან, რომ აქ აშენონ სახლები და ქართველებმა იყიდოს ბინები. აი ეს ჯერეთი რო იდახის, დღეს რო იდახის, რომ ჩვენ ღარიბები ვართო. ღარიბებმა როგორ უნდა იყიდონ იქ ბინები, მითხარი შვილო. ეგენი უნდა გადაშენდნენ. ეგენი ამათი ჯიში არ უნდა და ეკროუზიან ხალხი ძალა და თვალთქარიები. ეგენიც უნდა ერთი არიან ეგენი, ერთ ნავში უნდა გავაგდოთ აკედა. და პატრიოტთა ალიანსი დავით თარხან მოურავეს მეთაურობით ეს ქვეყანა უნდა აიღოს ამ კაცმა ხელში. ყველა მე ვიცი ზიაიმისი, აი სააკაშვილი დროინდელების იდათიან. ესენი არ გინდა და აი ის რომ მოვიდეს იმას იცოცხ ხმაწო. სააკაშვილს რო აგნებენ ის ხალხის ამბობს, გეუბნებით. და ამბობენ ნაციონალები ეყოლა ადამიანები. ატყუებენ ხალხს. დავით თარხან მოურავმა უნდა მოკიდოს ხელი ამათ. მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა ზარისთვის ქალბატონო. გეთანხმებით კობახიძემ
პრემიერ-მინისტრმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ ჯერო ბოლომდე სიღარიბე ჩვენ დაძლეული არ აგვაქვსო 300,000 კაცი გვყავსო, ვინც სიღარიბეში ცხოვრობსო, თუ ოდნავ ნაკლები 200 რაღაცა ათასი ახსენა მგონი. სინამდვილეში 600,000 ადამიანი ქვეყანაში სოციალურ დახმარებას ითხოვს. ანუ ღარიბია. და 1,5 მილიონი ადამიანი მომლოდინია, რომ სოციალური დახმარება დაუნიშნონ. უნდათ მიღება ამ დახმარების და არ აძლევს სახელმწიფო. ასეთ სახელმწიფოში ოდნავი სიღარიბის მაჩვენებელი მქონია თურმე, მხოლოდ ოდნავი. ზარია ეთერში, გისმენთ. გამარჯობა, მოგესალმებით. წესთან ახსენე, მაგრამ აგენტურა და აგენტურას შეგვიძლია მე პირამედ მინდა ვთქვა, რომ ამას არავინ არ აცის. როდესაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩვენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგო იზოლებული ვიყავით deep state-ის დავალებით იზოლებული ვიყავით შეგვეყვანაო აგენტურაო პარლამენტში. Deep State-ის ზარის საფუძველზე პრემიერ-მინისტრებს ნიშნავდით და პრეზიდენტებს ესეც ნათქვამი აქვთ. თვითონ განაცხადა ეს და ეს ნორმალურ ნებისმიერ სახელმწიფოში იქნებოდა ეგრევე იმპიჩმენტის საფუძველი. არანაირი რა ლეგიტიმაციაზეა საერთოდ საუბარი ამისნაირ. ეს ერთი მეორე. ეს ხელისუფლება მე არ უმალავ და რამდენიმეჯერ დავრეკე და ვთქვი, ქართული უსტემის ხარდამჭერი ვიყავი და სასწავლებთან და ევროპასთან მიმართებაში როგორც იქცეოდა და კი ბატონო ვეთანხმ მაგას და ქართულ ხალხს როგორც ექცევა, ეს არის პირდაპირ ღალატი. ამის ნათელი მაგალითი არის ჭიათურა, როგორც ხალხს ახლებს ბულდოზერები საძირკოს უწყრის და სახლებს უნგრევენ და ამ კატასტროფის დემოგრაფიული სიტუაციის ფონზე აი ამას არ ერევიან ამაში და მიშვებული ყავთ საჯიჯგნად საქართველოს და ქართველი ერი ამ ვითომ უცხოური კომპანიებისთვის არავის არის არაბული დასახლება საქართველოში არ აშენდება ერი და ბერი უნდა გამოვიდეს გარეთ რა მოუწოდებ ყველა ქართველს კიდე ერთხელ მივატოვებ ერეკლე მეფეს და საქართველოს წამისის ველზე ყველა უნდა გამოვიდეს ყველა უნდა თქვას თავისი სიტყვა აბსოლუტურად ეს 30 რიცხვი იქნება 7 თუ როცა დაჭირდება გამორიცხულია სხვანაირად წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთან გოგონამ დარეკა და სწორი თქვა ეს არის ჩადებული ნაღმი რომელიც აუცილებლად ამოქმედება და აფექტდება რომელიც ჩვენს ქართველობას ამ ქვეყანაში დაასრულებს ჩვენ უნდა გავიწება აფხაზეთში რა მოხდა როდესაც გულღიად ჩავასახლეთ არ დავასახელებ ეხა თქვა ეროვნებას ხალხს რომელთაც თავმოვლება ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ხელები დაჭრეს აფხაზეთში როცა იყო ასე ვთქვათ საკვანძო მომენტი და დღეს საერთოდ ქვეყნის ისტორიაში დგება გადამწყვეტი მომენტი ჭეშმარიტების მომენტი დგება და ეს ერთი მხრივ კარგიც არის ყველა თავის სახეს აჩვენებს რა გეთანხმებით დიდი მადლობა თქვენ ქართველებო მოგიწოდებს უყველას ერი და ბერი და მე კიდე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საპატრიარქოც თავის სიტყვის ამასთან მიმართებაში რა მადლობა თქვენ დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით და ბრძანეთ თქვენი სათქმელი ინტერაქტივში მადლობა თქვენ და ჩვენს მაყურებლებს რადიო მსმენელებს ამ პატრიოტიზმისთვის როგორი გულანთებული ზარებია მიამაყება მიხარია რომ ქართველი ვარ სიამაყით მევსება გული მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ მორიგი ზარია და სავარაუდოდ ბოლო ზარი დღევანდელ ინტერაქტივში გისმენთ გამარჯობა ისიც რა შეასაქმე ეს არაბები თელი საქართველოს მისინააღმდეგია მაგრამ ამ განახლებაზე რა საკეთებია ხო ხედავთ საქართველოში 5 მილიონი ადამიანი იყო და ჩამოსული ბევრი იყო და მაშინ ყოფილდა თბილისის და სხვა კიდე იმაში ქუთაისში გაიხსნა უნივერსიტეტი და იმაშია ბათუმში და სოხუმში ასე შემდეგ ეხლა აგრევენ როცა საქართველოს 2 მილიონი გახდა ეხლა არის უფრო მეტი სტუდენტობა ვიდრე მაშინ იყო ეს ყველაფერი იმიტომ ხდება რომ ფული შეონ ამაში ფული გარედონ ეს უნივერსიტეტები გარედონ დიფასად და იქ აშენონ მე ფარღალალა უნივერსიტეტები რომელიც არაფერს არ ივარგებს
რუსეთმა რაც ააშენა რუსეთის დროს უნივერსიტეტები იმას აღარ აშენდება ისეთი, აღარ აშენდება ისე, იმიტომ რომ საქართველოს მარტო იმიტომ უნდა რომ დაიწყონ და თავი თვითონ იბაირებონა ჩვენი საერთოდ ამოწყვეტა უნდა რაც იყო მერვე მე-13 წელს არ ახსოვს არაბები რასაკეთებდნენ ერთი გიორგი სააკაძე და ეხლა გიორგი სააკაძე ხდეთო მოგვივინე ვინმე გიორგი სააკაძე რომ დაგაუტიროს სულყებას და მათ შორის შემთხვევასაც დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გავიგეთ რო გვეწურება ბოდის გიხდით ქალბატონო გიორგი სააკაძის შთამომავალი გვყავს დავით თარხან-მოურავი და მოდით 30 ნოემბერს ბატონი დავითი საინიციატივო ჯგუფის წევრია და შევიკრიბოთ ყველანი აქციაზე ამ არაბული ქალაქების წინააღმდეგ. სწორედ იმიტომ ძვირდება საქართველოში ფასები რომ ქართველი თუ ვერ იყიდის თავისი დაბალი შემოსავლით უცხოელებით ივსება და ამ უცხოელს შეუძლია ამის ყიდვა და მაინც გაეყიდება ბიზნესს და ამიტომ ფასებს ზრდის. ქართულ სტუდენტს ბინის დაქირავების პრობლემა აქვს დედაქალაქში იქნება თუ სხვა დიდ ქალაქებში, როდესაც ჩადის, იმიტომ რომ კონკურენციაა დიდი, გაქირავებულია უცხოელებზე ბინები და ქართველი ვეღარ ქირაობს. ან თუ ქირაობს, უნდა გადაიხადოს არარეალურად ძვირი ფასი. ეს ყველაფერი ჩვენ ცხოვრებასაც გვიძვირებს სინამდვილეში. წამლებსაც, პროდუქტსაც, ბინის ქირასაც, ყველაფერს გვიძვირებს უცხოელებით საქართველოს გავსება და არაბული ქალაქები, როდესაც წამოიჭიმება, შემდეგ კრწანისის და გონიოს სიახლოვეს ალბათ ფასები კიდევ უფრო მეტად ავარდება და ეს არ უნდა დავუშვათ უბრალოდ, უნდა გავაჩეროთ და ჩავშალოთ. ამიტომ 30 ნოემბერს 4 დღეში კვირას 4 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის ძეგლთან. არა არაბული ქალაქების მშენებლობას საქართველოში. არა მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას ჩვენ სამშობლოში. არა ქართული მიწების გაყიდვას უცხოელებზე. ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი ინტერაქტივს. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.